რატო უნდა დავიხატო? ელბილე, მოდი აბა კიდე მაშინ აი ზუსტად ამ თემას კარგად ებმევა კონსტიტუციური მონარქია, რაც ახლა ეს ბოლო დღეებში გაჟღერდა. რას ფიქრობ? მე ფიქრობ, რომ რაღაცა მოდელი ამისი შეიძლება რომ მივიღოთ სამომავლოდ. შეიძლება ვცდები კიდევაც. მე არ ვიძახი იმას, რომ ის გზა არის, რომელიც ჩვენ გადაგვარჩენს, მაგრამ ერთ-ერთ გზად მივიჩნევ, რომ თუნდაც მე პირად დღემდე არ მესმის თუნდაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა რატო არსებობს, იმიტომ რომ მაგებად აი დავასრულებ ჩემას ერმინე და მე შენ მითხარი, რატო იცი მაგებმა დაგუპა ჩვენ და ეხლა აი ოცნებამ თუ რაღაცა ოდნავ კაი რაღაცა მიიღო, ერთი ის იყო, რომ ცხინვალის რეგიონს გაუუქმა ეგ ავტონომიური ისა. ეგ ხა ჩვენ ჩავწერეთ ხა რეალურად მთავრობა გაუქმა აი. ხო, ნუ რაში იყო ხა ორი მთავრობა ვერ მესმის. ხვან აფხაზეთის სასაჭირო არის ხო? მაგრამ უფრო სწორ მოდელად, რა ვიცი, უფრო ჩვენი წინაპრების ხა ისტორიას რო გადავხედოთ, სამთავრობოების თემას ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად მე მგონი იმათვისაც მისაღები იქნება და ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ფედერაციის თემა დაახლოებით 2008 წლამდე კიდე შეიძლებოდა რაღაცნაირად მოგვეგვარებინა. ეხლა მინიმუმ კონფედერაციაზე მოგვიწევს საუბარი და ეგ ფაქტიურად აღიარებასაც ნიშნავს და რასაც არ ვეთანხმები. მაგრამ ეს კონსტიტუციური მონარქია რაღაცნაირად როგორ გითხრა, აი თან პლუს მაგას ჩვენ წინაპრებს უკავშირდება თუ კარგად დავალაგებთ ამ ყველაფერს, შენ როგორ ფიქრობ, გვაქვს აქ რაიმე შანსი იმისა, რომ ჯერ ერთი ისტორიული სამართლიანობაც აღვადგინოთ ის, რომ ერეკლეს გამგზელებას როგორ ვიპოვით, ეგ არ ვიცი, მაგრამ ასე თუ ისე დავაბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიშალეთ. გისმენ. ევანა, შენ მე ისეთ თემა მითხარი. ჩვენ შეიძლება ერთი კვირა ვისაუბროთ. და მე შემიძლია ჩემი მხრივ არგუმენტებით ვისაუბრო, დადებით და უარყოფით, იმიტომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ ვისაუბრია და ჩემეთერშიც პოდკასტშიც ყოლია ძალიან დაინტერესებული. ბატონ შალვასთანაც გქონდა საუბარი. კი და ვიცი დაახლოებით ვიცი შენი მოსაზრება რაც არის ερμილე, უბრალოდ მე მინდა რა არის, აი ცოტა ზედაპირულად რო ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ რომ ამას რომ მართლა ზედაპირულად აგიხსნი აუცილებლად. თუ ჩემი დამოკიდებულება გაინტერესებს იდეალისტური, აი მაქსიმალურად იდეალისტური საქართველოს როგორი უნდა იყოს. მე სიმართლე გითხრა, თან ახმა ვარ საქართველოს სამეფოს შექმნას. სამეფოს შექმნაზე, რომ საქართველოს ჰქონდეს სამეფოს სტატუსი. ეხლა ეს ვინ როგორ ფიქრობს ნაკლებად მაინტერესებს და განსაკუთრებით ეს უკნიდან განათლებულები როგორ ფიქრობენ ნაკლებად მაინტერესებს, იმიტომ რომ აქვს ამას ღრმა ფესვები, აქვს ამას ძალიან დიდი ძალა და აქვს ამას თანამედროვე სამყაროში, თუნდაც თანამედროვე სამყაროში ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა. აბსოლუტურად ყველა ესე რომ ვთქვათ სამეფო დინასტიები ევროპაში არის უძლიერესი და ეკონომიკურად მდიდარი ქვეყნები. დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, უკაცრავად ჰოლანდია არა, ნიდერლანდები და იმიტომ ნიდერლანდები რომ სამეფოა. ჰოლანდია იმის 70%-ში ადგილს რაც არის. ზუსტად რომ სამეფოა, ამიტომ ხდება ჰოლანდიის ნიდერლანდების სამეფოს შენარჩუნება. იგივე ბელგია, რომელიც ფლანდრიასა და ფლომანიას შორის სერიოზული განხეთქილება არის და გაშლის პირასა ბელგია სხვათა შორის უძველესი კონსტიტუციური მონარქია. იგივე შვედეთი, იგივე ნორვეგია, იგივე დანია, ესპანეთი. კი ბატონო. ახლა ეს შიგ ევროპაში, ახლა შიგ აზიაში. გადავიდეთ და ვნახოთ. აზიის განვითარების და მსოფლიო ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იაპონია.
იმპერატორი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ დიდი ფრანგული რევოლუციის შედეგად ამ დიდმა ფრანგულმა რევოლუციამ აგერ იყო ახლა ის ბასტილიის აღების ამბავი ჯერ ის როგორ იყო და რანაირად იყო ცალკე საკითხი. საფრანგეთი გერმანია მის მერე რამდენი ხანი გააგრძელა აგერ კაცო მე-20 საუკუნემდე მეფე ყავდათ ხო? იტალია სხვა საკითხია. იტალიაში რომის პაპია და მაინც პაპის ავტორიტეტი ახდენს სხვათა შორის იტალიის შენარჩუნებას. პაპის მიერ. კი ბატონო. სერიოზული პრობლემებია იტალიაში სეპარატიზმის. პირველ რიგში რაშია საქმე? სამეფო ოჯახები უზრუნველყოფენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და კონსტიტუციურ გარანტიას. ესპანეთი, რომელსაც კატასტროფული სეპარატისტული პრობლემები. ბასკებთან განსაკუთრებით. ბასკებთან, კატალონიასთან უფრო, იმიტომ რომ კატალონია ძალიან დიდარი ქალაქ სახელმწიფო შეიძლება შეიქმნას. რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის უზარმაზარ რაღაცას ქმნის. ბელგია, ფლომანია, ფლანდრია ჩვეულებრივი გაყოფის ისა. ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი თავიდან ბოლომდე დგას მეფის ტახტზე. მეფის ხო ტახტზე და თავისი სადომინაციოებით ზუსტად მას უჭირავს. შოტლანდია და ირლანდია ვერ იტანენ ხა ჩვენ შეიძლება ჩვენ დამიჯერე ბევრად ნაკლებად გძულს რუსეთი როგორც მაგათ ინგლისელები. ჩემო ძმაო ახლა ვიღაცა ვიცი რა ეს რუსეთი იძახის ხალხი და რუსეთისნაირი დამპყრობელი სიტყვაზე ვამბობ ვიცი ხო სიტყვაზე რუსეთისნაირი დამპყრობელი უფრო მარტივად რომ გაიგონ მეთქი რუსეთის ხო მაგითო რუსეთისნაირი დამპყრობელი რო ყოფილიყო ბრიტანეთი ინგლისი რო ყოფილიყო რუსეთისნაირი დამპყრობელი ბევრად სასტიკი იყო შორს არ წავალ ირლანდიის მის გვერდით დარწმუნებული იყავი რუსეთის იმპერატორების ძეგლები ექნებოდა დადგმული საქართველოში რო დადგან ახლა საქართველოში ეს ექნებოდა ბრიტანეთის დედოფლის და მეფეების ძეგლები დადგმული ირლანდიაში გადახედონ ისტორიას წარმოიდგინე ისა ხო დავამთავრებ რატო იმიტომ რომ რას ირლანდიელებს პირდაპირი გენოციდი მოუწყვეს ინგლისელებმა მასეთი არსად არ მოხდა რა გოლოდომორიო რო იძახიან გოლოდომორი არის თუ ძმა შეერი დატოვეს მთელი ერი შიმშილით 70 მილიონი ირლანდიელი არის ემიგრაციაში წასული ოსმალეთის სულთანს შეეცოდა შეერი ირლანდიელი ერი და გააგზავნა კარტოფილები და საჭმელი და სასმელი დახმარება რომ ოსმა თურქ შეეცოდა და ნიშანია მუსულმანური ნიშანი არის ერთ-ერთი ჰერალდიკაში შეტანილი რაც ინგლისელებმა გაუკეთეს იმას რა ქვია ირლანდია ბოდიში არა მათ ერთ დეტალი მინდოდა რომ მეთქვა რომ წარმოიდგინე იმ ხელა სიძულვილი აქვთ ინგლისელების ირლანდიელებს რომ ამერიკაში რომ პირველი ნაკადი ჩავიდა ემიგრანტებისა ირლანდია არის ფაქტიურად ირლანდიიდან გაქცეული ემიგრანტებისგან არის ძირითადად აშენებული ამერიკა ხო მაგათ უბნებში ხო წარმოიდგინე რომ მაგათ უბნებში ირლანდიელების უბნებში ეს შუქნიშნები იყო უკუღმა დაკიდებული რომ პირველი წითელი არ უნდა იყოს იმიტომ რომ წითელიო ინგლისის დროშისფერი არისო და მწვანე ირლანდიისო და უკუღმა ეკიდათ ხოლმე ის შუქნიშნები რომ პირველი მწვანე უნდა აინთოს და მერე ყვითელი და მერე წითელი ეგეთ დონეზე ქონდათ გართულება აქ იყო ზიზღზე საუბარი აქ სიძულვილი ხო სხვა კატეგორია ხო ეს უკვე რატო 800 წელი ყავდა ამ დროში 800 წელი ამ დროში იყო ირლანდია ინგლისიდან მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ახლა ბოლოს 2003-ში ჩატარდა მე მგონი ხო ის რო იყო პლებისციტი მან რომ გამოვეყოთ თუ არ გამოვეყოთო და მაინც დარჩნენ არა ეს შოტლანდიაში ჩატარდა როგორც ვიცი არ ჩრდილო ირლანდიაში ხო შოტლანდიაში ჩატარდა ხო შოტლანდიაში იყო ყოველ შემთხვევაში დღემდე მოაქვს
სამეფო კარს მოაქვს რა, მაგას გულისხმობ მე და რამდენიმეჯერ იყო ხო, რომ გამოყოფაზე იყო საუბარი, მაგრამ მაინც არჩიეს რომ ვიყოთ. აი ჩრდილო ირლანდიასთან სერიოზული პრობლემები, აი ცოტა სხვა უამრავი საკითხი არის და მაინც სხვა შორის ირლანდიის განმათავისუფლებელმა მოძრაობა იმდენი იბრძოლა თავისას მიაღწია ის რაც ჰქონდათ, მაგრამ აი შოტლანდიელების, უელსელების და ამათი თავარი ინტერესი რატო არის, თქვა ბრიტანეთის სამეფოში რატო ჩერდებიან? ჯერ ერთი დოვლათის გადანაწილება არის, სწორი. ბრიტანული იმპერიიდან და შემოსავლიდან. მეორე, ამ ქვეყნის შვილები ჩამულები არიან ბრიტანეთის როგორც პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობაში ინტეგრირებულები არიან სრულად და რასაც ბრიტანეთის იმპერია სიტყვაზე ნადავლს პოვებს, ყველანაირ ასპექტში ნაწილდება. უელსელებს სულ სხვა ენა აქვთ, მაგრამ ინტეგრირებული არიან ისინი მაინც ბრიტანეთის ცხოვრებაში და რატო ამას ინარჩუნებს დედოფალი და მეფე. სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნები დიდი ხნის წინ იქნებოდნენ დაშლილები და ისე როგორც დაკარგა სხვა კოლონიები, ამასაც დაკარგავდნენ. აქვს სამეფო ტახტს ეს ძალიან ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი სეპარატიზმის წინააღმდეგ. ესე იგი, აი ქართულ მოდელს როგორ მოიფიქრებდი მაგის ერმილე, შენი აზრი მაინტერესებს მაგის. ქართული მოდელი საქართველოს სხვათაშორის იდეალურად მოერგებოდა ეგ ყველა. აი მეც მათ გამირბის ხომე გონება და ეხა იმ დღესაც რო უსმედი შენს იმას, გავიგე შენი კრიტიკა გავიგე რაზეც ქონდა და მაგას მართლა არ ვეთანხმები რომ ეხა ივანიშვილები და რაღაცეები გამოჩნდნენ, მაგრამ ისტორიული სამართლიანობაზე თუ წავალთ პირველი მე მგონი მანდ უნდა დავუბრუნდეთ, ხო, სამეფო კარს. ისტორიული სამართლიანობა თუ ჩვენ გვინდა მმართველობის სისტემასთან დაკავშირებით, თავისთავად ეს ყველაფერი მიდის მეფის ტახტთან. იმიტომ რომ საქართველოში მმართველობის სტილი, რომელიც იქნა იძულებით შეწყვეტილი, იყო ეს. შემდეგ რევოლუციები რომ მოხდა და ის საქართველოში კი არ მოხდა ეს რევოლუციები და კი შეიძლება ქართველებმა მოაღვინეს სხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა ახლა სტალინმა და ამათმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ამ რევოლუციებში კი არა საერთო მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ ქართველ ერს კი არ მოუხდენია რევოლუცია. ქართველ ერს არ გადაუგდია მეფე. მეფეზე ახლა მე საუბარი არ მაქვს კაცო ისე ამათი გაგებით ახლა ივანიშვილი მეფე არაა საქართველოში ნუ გადამრევთ ხალხო. იმპერატორი დაარქვი, მეფე დაარქვი, სულიად ლიდერი დაარქვი, ზნეობრივად ყველა მაგას უტოლდება. ხო, ასეა, რაც არ უნდა გააფუჭოს ივანიშვილმა და მისმა ჯიშმა და ჯილაკმა, კაცი შვილი არაფერს პირიქით ღმერთმა დაგლოცოს. ანუ ეს ცნობიერება ქართველი ადამიანის თავში რატო არის ეს ყველაფერი? ეთნოფსიქიკა. ლევო ეთნოფსიქიკა ახდენს ამ ყველაფერს. ეთნოფსიქიკის საკითხი დგას შემდეგნაირად. ქართველები ვართ ისეთი ერი, მათ შორის შოტლანდიელებიც ეგეთები არიან, რომლებსაც ჭირდებათ ძლიერი ლიდერი, რომლებსაც უნდათ ჯეროდეს და წამდეთ, რომ ერში იზრდება პატრიოტი და მეფე ეს არის ლიდერი, ერის ლიდერი, რომელიც ზრუნავს ერზე როგორც მამა და ერი მიყვება მას. არ იყო მეფე, ხო? მეფის ადგილი ჩაანაცვლეს, მე მეფის ნაცვლით. ხელოვნური ჩანაცვლება იყო. არ გამოდგა. მე რო დადგა სტალინი ქართველი კაცისთვის იმაზე ბევრად მეტი იყო რეალური ქართველისთვის, ვიდრე შეიძლება ამას პოლიტიკური გიგანტი დაარქვა, რომელსაც ისტორიაში ორი კატეგორია ხალხი არის, რომლის დავიწყებაც არ უნდა ისტორიას და მეორე რომლისაც არ შეუძლია. სტალინის ფენომენი არის ისეთი, რომლისაც არც შეუძლია და არც უნდა რომ დაივიწყოს. ქართველი კაცისთვის სტალინმა დაიკავა ძლიერი მეფის აღმაშენებლის ადგილი ოღონდ მსოფლიო მასშტაბით. ახლა შემომედავებიან ეს უკნიდან განათლებულები, მაგრამ
თუ აიღებ მეთოდებს, თუ აიღებ გამარჯვებებს, თუ აიღებ მართლობას და დიდებას და ამას ერთ-ერთია გადაღებული ვინმეს თუ გონია დავით აღმაშენებელი რო ყოფილიყო დღეს ამ უკრიდან განათლებულებს ერთი დღეა ცოცხლებ და ზარაშებს. ისე რომ დაფიქრდე მართლა ერთი და იგივე ის გააკეთა რეფორმებიც იგივე გააკეთა ავტოკეფალიეთ. კი ბატონო. რელიგიაში ჩაერია. ხო, ამან იმან თუ რუისურბნისის კრება ჩაატარა. მართლმადებლო ხო, ნუ მაგდენი ეთყობა, მაგდენი ვერ წაუკითხავთ ეთყობა. ხო, ახლა მე იყო დრო რომ აი ეს ადგილი რაღაც პერიოდი ილია მეორეს ეჭირა ქართველის ფსიქიკაში. ხო, ეხა ეგ ეპოქაც დასრულდა. ხო. ნუ ეხლა ზვიადის ფენომენი ცალკე საკითხი არის, ნუ მე პირადად ზვიადს უდიდეს ქართველად ვთვლი და იმაჩნია რომ იყო მასწავლებელი და ეს ნახე არავისტი არა სხვანაირად არ გამიგოს ვინმე თავს ვატან ძალას ყოველთვის რომ არავის პიროვნულ ესეთ გავლენით ადამიანის უნდა იყო ვინც ხარ. არ სტალინისტი ვარ, არ ზვიადისტი ვარ, მაგრამ ერთის და მეორეს უდიდეს ქართველებად ვიმაჩნია. ზვიადის ფენომენი იყო ბევრში. ახლა აღარა ცოცხალი ზვიად გამსახურდია, აღარა ცოცხალი პატრიარქი და ახლა ამ ადგილის ხელოვნურ დაკავებას ახდენენ ბიზნეთი. ხო და ხო, მაგრამ რამდენად რა არის, იცი? მე ვიტყვი რომ ქონდა ბიზნეს ქონდა მაგის შანსი ნამდვილად ყოფილიყო ქართველი ერისთვის. ნამდვილად ლიდერი და ნამდვილად შესულიყო ისტორიაში, მაგრამ როგორც რა ქვია, рождённый ползун летать не может. ცოცავად დავადებული ფრენას ვერ შეძლებს. ამიტომ ბიზნესი არის ის, რაც არის. ხო და აქედან გამომდინარე ჩვენს სიტუაციაში მე სიმართლე გითხრა საქართველოს სამეფო მინდა რო ერქვას ჩემ ქვეყანას. საქართველოს სამეფო უპრობლემოდ მოახდენს აფხაზეთის, სამაჩაბლოს, სხვა ტერიტორიების და სხვა ყველაფრის, თუნდაც იგივე ქართულ-აფხაზური ოჯახი იყოს შექმნილი და იყოს სამეფო ტახტი და ოღონდ როგორ მე მომხრევა როგორც იაპონიაშია. იმპერატორს ერთი მაშინ ნახულობს ხალხი, როდესაც ის ხდება იმპერატორი და მეორე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ნახულობს, როდესაც ქვეყანას რაღაცა დიდი კატასტროფული განსაცდელი გააჩნია. ან ერს ძალიან უჭირს. და არა ისე რომ იმითი რა ქვია, ხორხე ბოუში გააჩინა, იქ გაშორდა, მანქანების გულიზარისა, რაინდი გამევიდა იმათ, რა ქვია, ნათლიად, რაღაცა ეს გულის ამრევი რაღაცები არ უნდა იყოს. უნდა იყოს იზოლირებული სრულად. სანამ ადამიანი მეფე გახდება. მანამდე ამ მეფეს სჭირდება აღზრდა უფლისთვის. მაგაზეც ხო იყო საუბარი ერმინე და მე მიშამ შეუშალაო ხელი, მაგაზეც ხო იყო. ბიზნესი აბრუნებს აგერ და გახდეს ახლა ალბათ ამ ბერას გახდეს, ამ წოდეს გახდეს. მე რას ვამბობ, იცი? ერთხელ დუდოევმა თქვა რომ სვიაზე თქვა რომ ისე სხვათა შორის ბოდიში და კავკასიაშიც რა მაგრად როგორ გითხრა ბევრად კარგად წარმოუჩინდებით თუ სამეფო რა თქმა უნდა ვეტა პროკლятое место, вето проклятое время. ეს წეული თანამდებობა ამ წეულ დროში. დღევანდელ წეულ დროებაში აი ეს წეული სამეფო ტახტი და ვინც იმაზე ჯდება რეალურად რომ მეფე იყოს და ნამდვილად ხალხს ემსახუროს, ის არის მისთვის უზარმაზარი ტანჯვა, უზარმაზარი წამება ყოველგვარი. ის რაც იდეაში მეწარმოდგენია ეს და არა ის რომ ვიღაცა მისი ფული იშოვოს და სამეფო ოჯახი გამდიდრდეს და გაწყეს და გადაწყეს. ამ მომენტისთვის ეს არა ქართული საზოგადოება მსახურობს. ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად. ან ერთი ვარიანტია, ან უნდა მოხდეს ბუნებრივად. ვიღაცა უნდა მოვიდეს, უნდა ამათ წაასხებოს თავები, მიაყენოს ყველაფერი, შექმნას, აღადგინოს ტახტი და გახდეს მეფე. აბსოლუტური მონარქია უნდა იქნას დაშვებული. ან მეორე ქართველი ერის და ქართული საზოგადოების თვითშეგნება უნდა მივიდეს ამ ყველაფერთან მიმართებაში და ინტელექტმა შეთანხმება უნდა შვა სამეფო ტახტი, რომელიც იქნება და ამას უნდა მოარგოს მართლობის სტილი, რომელიც მართლობის სტილიდან გამომდინარე
იქნება ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობა. დიახ, არაბეთის ემირატები ეს ემირი რო იყო ჩამოზე ემირი კი არა ხალიფა საამიროების საუდის არაბეთი იქაც იგივე სისტემაა რაც საუკუნეების წინ ქონდათ ხო და უგნიდან განათლებულები ჩემოძმაო ხო საქართველოში ერიდანენ მეფეს თუ არა ირანის მეფის გულისთვის მოგდებიან თბილისში აი ერმინე ერთი წამით კიდე ერთი რაღაცა მინდა გავიხსენო შენი და ბატონის შალვას პოდკასტიდან თქვენ გქონდათ იქ საუბარი ახალი რუის ურბნისის მოწვევასთან დაკავშირებით და იქ იყო საუბარი იმაზე რომ ვის აქვს უფლება რომ ეს მოიწვიოს და აი მაგ პრობლემასაც ხო გადაწყვეტს ეგრევე თუ მეფე გვეყოლება მაგრამ კითხვა დამებადა მაშინ თქვენ რო გისმენდით რა იცი ჩვენი ახალი მეფე ასე ვთქვათ აი წარმოვიდგინოთ იდეალური სიტუაცია რომ ყველა შევთანხმდით რომ ვიღაცა ბაგრატიონი გრუზინსკი იქნება თუ ის იქნება არა აქვს მნიშვნელობა ავირჩიეთ რა დაინიო ვინ აკურთხებს მაგას შემზე კომპეტენტური არის შალვა და უფრო გაგცემდა მაგას პასუხს მაგრამ აი მოდი ჩვენ პატრიარქ შიოს აქვს ეხა მაგისი როგორ ფიქრობ ავტორიტეტი ძალაუფლება რომ მეფეთ აკურთხოს თუნდაც მართლა რო იცოდეს რომ ერეკლე მეორეს თავმოვალია და ეს ამას ეკუთვნის ტახტი რას გადაიგიდეთ ამ ერეკლე მეორეს სოლომონ პირველის თავმოვალის ეძებეთ კაცო თუ მე მე ხა ამ ეტაპზე ძალიან გთხოვ ჩამეძიე მე სიტყვაზე ვიძახი ხო ერეკლე მეორე რაც ვიცით ხო ბოლო მეფე ვინც ყავდა ხო მაგას გევი იმიტომ ცუდად მახსენდება ერეკლე მეორის თავმოვალი ზაქიჭამია და კიდე ბარეური ზოგიერთები და იმიტომ ამბობ ყველაფერს ხო, ანუ ეგ ტექნიკური საკითხია, უფრო მე თუ მკითხავს ვინმე ეს არის ტექნიკური საკითხი. მეფეთ კურთხევა ხდებოდა ერიდან პიროვნების და ნაკურთხე მეფე ილოცებოდა შემდეგ პატრიარქით. ასე იყო ეს. ამიტომ ეს უნდა მოხდეს ერის და ეკლესიის თანხმობით, სინქრონით, ჰარმონიით, ისე არა როგორც ახლა პატრიარქია ირჩიეს. აბსოლუტურად ყველანაირი შეთანხმებით. და შესაძლებელია ამ ყველაფრის კონსენსუსიდან გაკეთება. რაც შეეხება რუისურნისის კრებას მეორედ შეკრება არ უნდა. რუისურნისის კრება ჩატარებულია, დაწერილია, დადგენილია და იმას შესრულება ჭირდება ჩემოძმა. მეორედ იქ ვერაფერს ვერ აღმოაჩინე. ხო ხა მან კოლექტივებს მე და ვერ შევიტანთ რა თქმა უნდა. ხო, ვერც ვერავინ ვერ შეიტანს. გამორიცხული არავის უფლებაც არ აქვს. სოფლიოს საერთაშორისო კრებას არ აქვს მაგის უფლება. ამიტომ აქ კიდევ სხვადასხვა საკითხებია. რომელიც დღევანდელ ახალგაზრდობას საერთოდ არ აინტერესებს, არც უფროს თაობას არ აინტერესებს, ის უფრო აინტერესებს რა ქნა ახლა იმ უკრაინელმა გადმოაფურთხა, ჩააშარდა ბოთში, ასექნა, ისექნა, უიდე და ასექნა. დაბალი დონე, საშინელება, ჭორვილის ორღობე. სულ არ ვერჩი მსოფელს არაფერს, მაგრამ ასე შეიძლება შევაფასოს ეს დეფინიცია მის. შევარდნაძის დროს იყო მამათის ორღობე. მაგრამ შევარდნაძის დროს ვერ შევადრი, მაშინ ჯერ განათლებული ხალხი იყო. არა, ხო სააკოვის დროს რა ვიცი მე ზმა, ალბათ ის რა ვიცი, რისი ორღობე იყო, ნახოთ არ ვიცი, ეს ტრანსნაციონალური პირმშრა იყო, ეგ ყველაფერი, ხან უკრაინელი იყო, ხან ქართველი იყო, ხან ამერიკელი იყო, ხან ვიღაც ჯანდაბა იყო, ხან ოხრობა იყო, მაგრამ ნუ ეს ტრანსნაციონალური სანაგვე იყო. მაგრამ ახლა ამის თქმა შემიძლია, ახლა ვინ? გამაღიზიანებელი. ერის ღირსება აქვს დაკარგული და ერის ღირსების დაკარგვაში ლომისული შეიტანა ბიძინა. ასე მიშას დროს არ ქონია ერის დაკარგული ღირსება. ერი კონსოლიდირებული იყო მიშას წინააღმდეგ მოგვაშორეთ ამის წეული ასე და ისე და ახლა ვაიმე სამება შენა ვაიმე გული მერევა. რა დონეზე დავიდა საქართველო? არა, ხო ეგ პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ არა, თუნდაც მიშას დროს რაღაცაზე თუნდაც მიჩისტები რო ავიღოთ, ხო, იმათ გაიცოდნენ ცალსახად, რას აკეთებდნენ და რისთვის აკეთებდნენ და
ჩვენ რა მივიღეთ ხა 14 წელი რო განვიხილოთ ხო მაგაზე თუ კიდე ცალკე ვისაუბროთ ერთი პოდკასტი პირველი 5-6 წელი იყო რომ უმაქნისებს ვეძახოდით იმიტომ რომ რაღაც ძალიან არაფერს არ აკეთებდნენ მე რაღაცა ინოვაციები დაიწყეს თავისი აზრით მე ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს და საბოლოო ჯამში მივიღეთ ახლა რომ დასავლეთსაც აგინებენ რუსეთთან ვერ ლაგებენ და რასაკეთებ ახლა ეროვნულები გახდნენ ახლა ზვიად გამსახურდიას ძეგლს გამენ და მერაბ კოსტავას ახსენებენ ხო ნუ ეგ ხა ვისაც ჯერა არ ვიცი როგორც 5 მილიონი თითო სოფელს მისცეს ისე არიან ესენი კონსერვატორები და ეროვნულები ჩემი აზრი ეგა ნუ აი რა მინდა იცი გითხრა აი ერთ რაღაცას გეტყვი აი ძალიან მოკლედ რა ესე იგი ცხონებული მომჩემი განათლებული კაცი ან განათლებული კაცი იყო და მოგალი ბიჭო და ვერაფრით ესე იგი ვერ შეიყვანდი ამ ბირჟაზე უბანში რა მამა რატო არ გიყვარს მეთქიდა ძნელი მოსასმენიაო შვილო ვინმეს მეტი კი არ მგონია თავი ამდენი სულელების მოსმენის თავი არ ამგო ახლა სიმართლე გითხრა ერთ რაღაცას მინდა მოუბრუნდი აი ესეთი ის მითხრა რა არ ვიცი ანდაზა არ ვიცი როგორ ნუ ძველი ამბავი მომიყვა მეფეს ყავდა ძალიან ჭკვიანი ვეზირი ხო და აი ეს ჭკვიანი ვეზირი რაღაცაზე შეეკამათა მეფეს სერიოზულად პრინციპულად დაუპირისპირდა მე მეფე ვარო შენ ჩემი რატო არ გესმისო და მოკიდა ხელი და ჩააგდო ხაროში თუ გავიდა დრო ცოტა ხანი და აღმოჩნდა რომ ვეზირი იყო მართალი და თავში შემოერტყა მეფემ ხელი რომ ეს რა სისულელე გავაკეთეო რა მეფე ვარო და შეცდომა დაუშვიო ჩემი ეგოდან გამომდინარე ხო მიუშვა ხალხი და ამოვიდესო ხაროდანო და არაო იმას შეუთვალა მე უსამართლოდ დამსაჯაო და სანამდე 40 დღე აქ უნდა ვიჯდეო და ვიჯდები ნუ მივიდა თვითონაც ამოდიო გეხვეწებიო რა ქვეყანას ჭირდებიო რამეო და შენო მეო ყველა უბრალოდ დამსაჯეო ხო და რო გაიგო მეგო ისო რა შეცდომაცო დაუშვიო ამიტომ მეო ვიქნები აქო და არა მოვალ ხაროდანო ეუბნება ამას მეფეს გადაირი ახლა მეფე რა და აუქნაო ვერა მომყავსო ხაროდანო ვერაფრითო და მოიწვია ეს ათასბირო და აუქნაო დამეხმარეთ როგორ ამოვიყვანო ხაროდანო რა მეორე ჭკვიანი ვეზირი ყავდა და ივან უთხრა რომ ეგატყვიო რა ფერ უნდა მოიყვანო მაგიო ძალიან ჭკვიანი კაცია განათლებული კაცია და რასაც მაგი ვერ უძლებსო ეს ასულელებთან ურთიერთობა მონახეთო ვიცხაო გიჟიო სულელიო ჩოუსვით ხაროში და თვითონ შეგეხვეწებაო ამოსვიზეოთ ვაჰა მონახეს ახლა ივანიშვილის ინტელექტის დონის ადამიანი ალბათ ანა ვიცი ვინც არიან ესენი და ალბათ ჩაუსვეს ხაროში და დაუძღო იმან ახლა შედი კალო ბუტკაში იჯექი და იჯდერაო და აცუჩი პიროდა ესე იგი ამომიყვანეთ აქედან და სადაც გინდათ იქ წამიყვანეთ თუმცა დაკავებას მომაცილე ხო და წარმოიდგინე ახლა ჩვენ ადამიანებს რომლებსაც ელემენტარული აზროვნების უნარი შემოგუჩა რადონის სასჯელი არის ჩვენთვის მიშიზმის და ბიზნესის მოსმენა 14 წელიწადია რა უნდა დაშაო ერმა იმის ფასი რომ ეს მოგისაჯო რომ ის დავით აღმაშენებელია რომ ეს არა ქვია ერთი მეხთვის კაცი რა ვიცი ჟანდაბა არ ვიცი რა აი და ყველაზე მეტი გულის ამრევი ეს ფარისევლა ღმერთო დაალოცე ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი და ღმერთო რა ბრძენი არის ის არა ქვია ბერა და ღმერთო რა ბრძენი არის ცოტნე და აი არ ვიცი რომ აი ცუდად მე პირადად ცუდად მე ვეღარ უსმენ მაგათ ვერც ლაპარაკს უსმენ და ვერც იმას მithumetes ზვიად გამსახურდიას რო კაცი გააკრიტიკებს თურმე განათლება არ ქონია და შესაბამისი მანერები არ გონიაო და ბიზნეს გონია თურმე განათლება და შესაბამისი მანერები ვაიმე უბედურო საქართველო
რა არის ისტორია ამათ ხელში როგორ შეიძლება სამეფო ტახტზე ვისაუბროთ ისტორიისთვის ძალიან ცუდად რო გავიარეთ ჩვენ და რატომაც გონია რომ ისტორია ყველაფერს დაალაგებს იმიტომ რომ თუნდაც ერთი 20 წლის უკან რო გვესაუბრა არა ისტორია მართლა დაალაგებს ყველაფერს მაგრამ არ ნიშნავს რომ ისტორია შენ დასასიკეთოდ დაალაგებს ყველაფერს ისტორია დაალაგებს იმას როგორც უნდა დაალაგოს ხო ობიექტიურად წარსულის შეცდომების გაუთვალისწინებელი ერი კიდევ დაუშვებს იმ კატასტროფულ შეცდომებს მაშინ თუ გადარჩა მეორე შემთხვევაში შეიძლება ვეღარ გადარჩეს ისევე როგორც ადამიანს აი მაგაზე ვსაუბრობთ მეც და შენც რომ აწი რა არ უნდა დაუშვათ თორე დანარჩენი დაალაგდება რაღაცეები დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ თუნდაც ვიღაც გამსახურდიაზე ხა 20 წლის უკან რო გვესაუბრა ასე ვიღაცები ქვებით გამოგვეკიდებოდნენ მაგრამ გაირკვა ხო რაღაცეები დაალაგდა დაღვინდა როგორც მაჭარი ღვინდება ისე არის საქართველოს ხო და რაღაცეებს ხვდებით რა ვინ გავწირეთ ვინ დავინდეთ ვინ შევინდეთ და ასე შემდეგ და არა გამორიცხული ვიღაცეებს კიდე სტატუსი შეეცვალოთ მე უბრალოდ ერთი რაღაცა როგორ გითხრა წინს რომ ჩვენი პოდკასტი იმით დავიწყეთ რომ რაღაცების გულისთვის ახლა მე და შენ გვდოკავენ და ვახუნხულა დაიჭირეს 14 დღით აგერ მიშა რატო არის ეგეც როგზე ვერ გავიგეთ და რა არის იცი საბჭოთა კავშირის დროს იყო ხოლმე ერთი კარგი მუხლი რა რაგნაროდა თუ გახსოვს ხო კი აი ეგ მუხლი რო შემოვიტანოთ და ვიღაცებს პირდაპირ ერგებათ თუ დაატყობ რომ პირდაპირ ერგებათ რა ეგ მუხლი რა მაგმუხლი რო შემოიტანო ხო დღეს შენ და მე დავხრეთ ანუ ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოვგდის აბარა ჩვენი ვართ ეხლა ესეთი კანონი ესეთი მუხლი ქონდა კიდე სტალინის დროს იყო ესეთი მუხლი ნიგოდენ для общества ანუ საზოგადოებისთვის ვარგის აი ახლა ეს გირჩები ეს LGBT დროშებით მორბენლები ეს ბიოლოგიური ნაგავი გინდა ნაცი გინდა კოცი მაქსიმუმ ამ ხალხიდან მაქსიმუმ დიდი გამოვიდეს ვირის ძალა გონება ამათ არ აქვს ტვინი ამათ არ აქვს თავში არ მივალ იმ რადიკალიზმზე რასაც ბევრი ლაპარაკობს ავიდა საყონი მაქსიმუმ გამოვიდეს თუმცა არ აშურს იმიტომ რომ ადამიანი ცხოველის დონეზე რო დახვალ ცხოველიდან რა ვიცი ახლა სხვა არაფერი არ გამოვიდეს რა უკნა რა ვიცი ძალიან მიმძიმს ლაპარაკი ფაქტი ისე ხშირად რაზე ვფიქრობ ხოლმე იცი აი ეს შიგ ევროპაზე რო არის გართულება კითხვა მებადება ხოლმე რაზე იცი აი ჩვენი ქართული მენტალიტეტი ხო იცი აი ტიპი გვინდა ეს გვინდა და რომ მიგვიღებენ შიგ ევროპაში ღმერთმა არქნას 1.8 მატორზე რო უკვე 500 евро ყოველწლიურად მარტო რო ყავს მაგის გადასახადი რო ექნება და არა ძმა ქართული მენტალიტეტი ეგა ზარმაციკაცის მენტალიტეტი არა მე და ვიტახი აი გადასახადები რაც შემოვა რაც ევროპაში გვაქვს რა ეხა 1.6-იანი მატორი უკვე აქვს ჩვენთან ევროპაში ისაა რა 1.4-იანსა და შენ გაგიჟდი მაგას დავი დაანებე ბაბუა ჩვენების ნაშენების სახლები მამა ჩვენების ნაშენების სახლები იმხელა ის რო აქ ჭერი რო აქ გადახურული იმას რამხელა გადასახდნენ იცი იმიტომ იქიდან წყალი ჩამოდის და სანიაღბრო აღსიყენებს 80,000 კანონი არის მისაღები იმისთვის რომ საქართველოს ევროკავშირში არა ყველაზე მტკივნეონს ქართულ მარიაჟობას გეუნები ჯიპი რო გამოირიცხება რა X5 და რა ის კიდე ბიჭო 2-დან 0 უკვე წირო არის რო 100 евро არის მარტო გადასახადი რო ყავდეს არა გვაქვს საუბარი დაზღვევა და რაღაც მე ერთ რაღაცას გეტყვით არა ეგენი რო რა მინდა ესე გითხრა
აი ეგეთი რომ დაუდგებათ საქართველოს წარმოიდგინე შენ გიცხოვრია საქართველოსში რა და ვეც მე რა მოხდა ასია საჭიროებს დვინა ამის გადამხდები მითხარი ნუ არ ვიცი ძმა მომისმინე ერთი წუთი ახლა შენ მე ხანდახან მაგვირვებ ახლა ჩვენ საუბრობდით პოდკასტი დავიწყეთ აი პროვოკაციით სადაც 90,000 ბრუნი გაუქმდა ხო ჯავშა სასტუმროს მე მომხრე ვარ მე აი აქ ვამბობ პირდაპირ ვამბობ ვინც მომისმინოს მე მომხრე ვარ საქართველოს რუსეთთან აბსოლუტურად ყველანაირი კონტაქტი გადაკეტოს არც ერთი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში რუსეთიდან არაფერი რუსეთიდან საქართველოში არ შემოვიდეს საერთოდ არანაირი პროდუქცია იმპორტ-ექსპორტი განულდეს მისე როგორც იყო 2006 წელს კატასტროფული ვიზები შემოვიდეს გაუქმდეს ფულადი გადარიცხვები რომელი ფულადი გადარიცხვებიც იყო სხვათა შორის 2006 წელს ეს არ შეჩერებულა მომხრე ვარ სატელეფონო კავშირების გაწყდეს და საერთოდ რუსეთთან ჩავხსნათ ყველაფერი მე ვარ ამის მომხრე იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ ნამდვილად უნდა მიიღოს ამ ყველაფრის შედეგი საკუთარ თავს ნამდვილად უნდა მიიღოს ხო არა მე ვარ ამის ორივე ხელით მომხრე მე ერთ-ერთი საზოგადოებრივ ჩემი შემოსავალი არაფერი არა იქიდან ამ ხრივაც რო ავიღოთ სამდი მართალი ვარ კი მძახიან პუტინის აგენტი ხარო და გირიცხავს და ამაშვება და იმაშვება მაგრამ მე აჰა მე ვარ ამის მომხრე ხო სხვათა შორის დღეს ჩვენ ვერ ვისაუბრეთ იმაზე რომ დაახლოებით მინიმუმ 300,000 საქართველოს ქართველი ყავს ჩვენ რუსეთში და იქ რო ვიღაცას იგივე სახით გაუს არც ის 300,000 არავის აინტერესებს ისე როგორც დანარჩენი დაახლოებით 1,5 მილიონი ქართველი არც შენ და არც მე არავის არ ვაინტერესებთ ხმის უფლება წაგვართვეს დაზღვევებით ჩამოგვართვეს ყველაფერი გაგვიუქმეს რადგანაც ემიგრაციაში არ აინტერესებთ მორჩა ამა თუ არ აინტერესებთ ისინი რა ქოცებს აინტერესებთ ვაინტერესებათ შენ და მე დააკვირდი რამხელა ზიზღი და სიძულვილი არის ემიგრანტების მიმართ დააკვირდი რამხელა ზიზღს გამოხატავ როგორ ეზიზღებათ ის ებრაელია თვითონ დატომალავს მის წარმომავლობას კაცო იაკობაშვილი ამოსული იყო იმისი რა ქვია პირველი არქის ხო დასამარხად ჩამოდი ქართველებსო რა გინდათო ძმაო სხვაგანო იმაშო სვამთო ჭამთო ცხოვრობთო და მე რომ მოკლებითო სახელმწიფოს ხარჯზე უნდა გადმოგახსენოთო ვინ არის ეს ამდენს რომ ბედავს ახლა მე რაც ვთქვი ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსი არის მისაღები სხვაზე არა საქართველოში მისაღები კარგი ემილე მოდი დასასრულისკენ წავიდეთ და ბოლო ნიუსი ხა ბოლოსაც შემხვდა პირველი ტრანზაქცია ასე ვთქვათ და პირველი ნაკადი ჩამოდის 48 მილიონი ლარი ჩაირიცხა ჩინეთში ქართული სკოლის მოსწავლეების ფორმებისთვის მაგას ხო ვისაუბრეთ მაგრამ აი ჩინური აბრეშუმისგან უნდა იქნას შეკერილი და ჩინელმა უნდა შეკერილი რა მაინტერესებს ქართველმა ქალებმა კერვა არის ხო მაგაზე ვისაუბრეთ მაგრამ ერთი ნიუანსი მინდა რომ კითხო მე შენ აი ამხედრად თანხა რომ ჩვენივე ეკონომიკაში ჩაეღვარათ ასე ვთქვათ ბევრად კარგი არ იქნებოდა ვიდრე რა ვიცი განა ამისთანაც არ ვიცი მომისმენე ჩემო ძმაო რა იცი შენ და რა ვიცი მე იცის ბიძინა მორჩა იცის თურნავა იცის სხვებმა ჩვენ არ ვიცით ამიტომ სწორად აკეთებენ ყველაფერს უნდა გაჩუმდე ყველა ნორმალური ქვეყანა ყველა ნორმალური ქვეყნის ხელმძღვანელი ცდილობს რომ ქვეყნიდან ვალუტის გადინება არ მოხდეს და თითოეული თეთრი დაიხარჯოს მის ქვეყანაში მithumedes თუ ამის ყველანაირი საშუალება არსებობს ეკონომიკაში დაბრუნდეს ეს ფული და ამ ფულმა იბრუნოს საქართველოში ამ ყველაფერს რა უზრუნველყოფს ჩემო ძმაო იცი კორუფცია როდესაც უშიშროების მინისტრი რომელიც ბოუშებს საჭმელს უჯამდა აღმოაჩენ რომ მის ნათესავს 35 მილიონი 70 ობიექტი ჩამოართვეს რაც მელაბარაკები ქვეყანაში არის ჩვეულებრივი ატკატი არის ჩვეულებრივი გარიგება
მაგრამ ჩინელები მარტო ის გონიათ ის რა ქვია მარტო ცივილიზაცია და მარტო შრომა და ის იმათმა ყველაფერი კარგად იციან ის კორუფციაც კარგად იციან ამათი ხასიათის კარგად იციან ის იციან და შვენივრად ჩემს მომიქ წაიღებს ვიღაცა კაც გააკეთებს ვიღაცა კიდე სადღაც რაღაცას იყიდის შეჭამა ქონა კორუფცია განადგურა ხო სამწუხარო ფაქტია იმიტომ რომ ეს სიმხედრე თანხა არის 48 მილიონი ჩვენს ეკონომიკაში ვერ ჩაღვივიყო ასე ვთქვათ რავი რამდენ საამქროს გამოაღვიძებდა და რამდენ ადამიანს დაასაქმებდა ეგ იყო ასე ვთქვათ დღევანდელი ჩემი და რაში ჭირდებათ საქართველოში დასაქმებული და შემდგარი ქართველი როდესაც მოგიხსნით ვიზებს და ქარხნებს აგიშენებთ და იმას და წავალ ქართველი და ემიგრაციაში წავალ და იქიდან ფულს გამოაგზავნის მოიცენ შემოძმაო შენ ეკონომიკური თვალსაზრისით შეგიხედია ემიგრანტებზე ეს ემიგრაცია საქართველოში რო იყოს 1,5 მილიონი ადამიანს დასაქმება უნდა სამსახური უნდა პირობების შექმნა უნდა სახელმწიფო მოიხსნა თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად ყველანაირი ვალდებულება ამ ხალხის მიმართ და ეს ხალხი გაიყვანა ექსპორტზე ისევე როგორც ექსპორტზე გაღავდათ მე-18-მე-19 საუკუნეში ჩვენ რო ვისაუბრეთ დასაწყისში რო ვისაუბრეთ ხო ფაქტიურად გაყიდულები ვართ ჩვენს შეუძლებლად რა თქმა უნდა ამიტომ რაგნაროდა რაც თქვი ძმაო ხო ეს ხალხი ყველა მისაყენებელია და როგორც რაგნაროდა კედელთან არის ტყია შუბში ჩემი დამოკიდებულება ასეთია მოღალატეა უკეთესი აი ეს არახუმანურია ის ჰუმანურია დავიღალე ემილე დასასრულისკენ 26-ში აქცია და ანუ ესე შენდა თუ შეგიძლია რომ ჩვენ პოდკასტში თქვა რას ემსახურება ეს აქცია და სად უნდა მოვიდეს ხალხი სად მოვიდეს ადგილმდებარეობის ახლა ლოკაციას ყველაფერს ადგილმდებარეობას ლოკაცია ზოგიერთისთვის ასე იყოს გასაგები კი ბატონო რომ იყოს დავდებთ ამას გვერდზე წადისის ტყეპარკთან ახლოს არის ეს არის ის ტერიტორია რომელიც საპატრიარქომ გადასცა სახელმწიფოს იმით რომ სახელმწიფოს გაიყიდა ამ ტერიტორიაზე ჩვენმა თანამებრძოლმა კარგმა ქართველმა თემო ბოკელავაძემ აღმოაჩინა ეკლესია რომელი ეკლესია სხვათა შორის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაგეგმილი იყო მისი აღდგენა, მაგრამ აღარაბის აღარ გახსენებია შემდეგ მაგისისა, ეძღვნება საქართველოს თავდადებული გმირების სახელობის ტაძარი უნდა იყოს იქ. დავის დროზე არის ეს დანგრეული ეკლესია არის, რომელიც მუჰამად ქრწანისის ბრძოლის დროს დაინგრა და ეს არის ახლა აღსადგენი. ეს ტერიტორია გაყიდულია რა თქმა უნდა არაბებზე, იქ არაბული ქალაქები უნდა აშენდეს. ახლა 26-ში ბიჭები იკრიბებიან არა მარტო ბიჭები მანდილოსნებით ვისაც აქვს სურვილი იმისთვის რომ მოახდინონ ამ ტერიტორიის გაწმენდა არ მინდა მოვლენებს გაუსწრო შეიქმნება ფონდი ყველაფერი ის რომ ეს ეკლესია აღდგეს და დაიწყოს ფუნქციონირება იმ ადგილზე ეს არის ერთ-ერთი ასევე ბრძოლის ფორმა არის ლევანე ყველაფერი ამ არაბიზაციის წინააღმდეგ და მერის და ქვეყნის გადაგვარების წინააღმდეგ. რაზეც რა ვიცი. ალბათ ყველა შეეცდება რომ ხელი შეგვიშალოს მაგრამ ვისაც რა უნდა ისა თქვას ჩვენმა წისქვილმა ფილიპ თქვასო და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. აი ამას ემსახურება ჩემს. დანარჩენ დეტალებს ძალიან კარგით მაგის პოსტერს და დეტალებს ემიგრანტივის Facebook გვერდზეც დავდებთ და ყველაფერი ინფორმაცია გვექნება. ερμილე, კიდევ ერთხელ აუცილებლად ლევან მოგაწოდებს სხვა მასალების პრობლემას არ იქნება მაგ საკითხთან დაკავშირებით, რომ ექსკლუზივების ქონდეს. კარგი შემოგევდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან და ჩვენს აუდიტორიასთან შენს აზრებს და იდეებს სავრცელებ და გვიზიარებ. დაგემშვიდობები და მომავალ პარასკევს შევხვდებით კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელთან. გაიხარე. წარმატებები. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.